სალამ მეგობრებო, აი პირველი შეკვეთაც მივიღე. ზეგი სეზონიდან გამომდინარე, ჭირდებათ საახალწლო ნათურების ჩამოკიდებაში დახმარება. წავედით და ვნახოთ. ეს არის ამ ქალის უკანა ეზო და აი ეს ეზო უნდა მოვვრთოთ აი ამ საახალწლო ნათურებით. ამ კაქტუსებმა უკვე დარჩა აი ამის დადგმა. ეს იქნება ახლა გასაბერი. Here we got this one, we got the lights. Perfect. See you later, puppy. რამდენი უნდა გადაგიხადო, მკითხა და იდეაში თავიდანვე შეთანხმებულები ვიყავით. მონიშნული მაქვს აპლიკაციაში $50 საათი, მინიმუმ 2 საათიანი გამოსვლა. ანუ ჯამში $100 მეკუთვნოდა, მაგრამ 15%-იანი ფასდაკლება გავუკეთე. შემეცოდა ეს ქალი თან მართლა ცოტა საქმე იყო გასაკეთებელი. ამ ჯამში $85 უნდა მომცეს. მე $5 როგორ მომცა? აი ეს $1, $4 ხურდა და $80 ბანკომატიდან უნდა გამოვიტანო და გეხვეწები გამომყევიო. წარმოიდგინეთ, 9 საათში იმდენი რაღაცის მოყოლა მოასწორო, ცოტა შოკში დავრჩი. მე და ჩემი ქმარი 35 წელი ვიყავით ერთად და ეხლა ხანს გავშორდით, იმიტომ რომ გეი აღმოჩნდაო. რა რეაქცია უნდა მქონოდა ამაზე, სიმართლე რო გითხრათ, არ ვიცი. თანაგრძნობა გამომეხატა თუ რა უნდა მეთქვა, $80 არის. ამასობაში შემომივიდა კიდე ერთი შეკვეთა, სადღაც 20 წუთის გზაზე არის აქედან და აქვს ასაწყობი საპურე. Bread box. აი ეს უნდა იყოს მეორე სახლი, სადაც მოვედით. And almost done. Okay. Yeah, so here is the magnet. Yeah. So it's just beautiful, right? Nice. Party mix. Wow. So nice. Thank you so much. Atis საჭმელი მომცა საჩუქრად ჩემი კატისთვის. ძალიან საყვარელი ქალია. Simba will appreciate. კატისთვის გრევიც არის ძმაო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალს გავუკეთე 20%-იანი ფასდაკლება, $80 მაგივრად მომცა $150. მოკლედ რა გამოვიდა, ესე იგი ორივე შეკვეთაზე ჯამში დავხარჯე ალბათ საათნახევარი მაქსიმუმ თავის ჭორაობიან, საქმის კეთებიან ყველაფრიანად და ნუ გზაც ალბათ პლუს-მინუს 1 საათი. ვიშოვე $235 თქვენც ნახეთ რაში. ანუ იდეაში კიდე მოვასწრებდი რაღაც შეკვეთის გაკეთებას თავისუფლად, უბრალოდ აღარ დავიმატე წინასწარ, არ ვიცოდი რამდენი ხანი დამჭირდებოდა ახლა ამ შეკვეთებზე, მაინც პირველი დღე იყო და აღარ გავრისკე. თუ მოგწონთ ესეთი კონტენტი, just let me know. გააზიარეთ ეს ვიდეო და აკომენტარეთ და მე კიდე ახალი ვიდეოებით შემოგიერთდებით.